Რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა ანტონ ჩეჩინის გადაწყვეტილება, ის რჩება ციხეში 8 წლით და 6 თვით. ასეთია განაჩენი, რომელიც გამოაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია. ჩვენი კორესპონდენტი გიორგი კვიჟინაძე იმყოფება ადგილზე და მოგვაწვდის ახლა ბოლო ცნობებს, რა ხდება სხდომაზე, თუ განმარტა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. Keti სხდომას ვერ ვესწრებოდი, რადგანაც იცით რომ ჩართვაზე ვიყავი, შესაბამისად ასევე კამერებს და მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ გადაიღოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, შესაბამისად ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა განმარტება გააკეთა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, როდესაც ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე შეფასდა როგორც უკანონოდ, როგორც პოლიტიკური დევნის მოტივი, ასევე გეტყვით რომ ანტონ ჩეჩინი გახლავთ რუსეთის მოქალაქე, ის არის აქტივისტი და აქტიურად აპროტესტებდა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და სწორედ იქ რეპრესიებს და ძალადობას გამოექცა საქართველოში და საქართველოშიც იღებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას სწორედ ქართული ოცნების პრორუსული ნაბიჯების გამო და ქვეყნის უკუსლის გასაპროტესტებლად. ანტონ ჩეჩინი საუბრობდა განაჩენამდე სასამართლო პროცესების მიმდინარეობამდე იმასთან დაკავშირებით, რომ ის საქართველოშიც იდევნებოდა, იმიტომ რომ დადიოდა საპროტესტო აქციებზე და პოლიციის წარმომადგენლები მას ემუქრებოდნენ, რომ მის წინააღმდეგ სხვა საქმეს, სისხლის სამართლის საქმეს აღზრდავდნენ, პრობლემები შეექმნებოდა თუ არ დაანებებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობასაც. განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმეზე პროკურორი გახლავთ შმაგი გობეჯიშვილი, რომელიც იყო სხვა ნარკოდანაშაულების საქმესთან დაკავშირებით პროკურორი და სხვა მოსამართლეებმა ბრალდებულები ადამიანები, რომლებსაც ნარკოდანაშაულს ედავებოდა პროკურატურა და ამ სისხლის სამართლის საქმეებს არ მართავდა სწორედ შმაგი გობეჯიშვილი, უდანაშაულოდ ცნეს მოსამართლეებმა, თუმცა ჯვებე ნაჭყები აღმოჩნდა ის მოსამართლე, რომელმაც გაიზიარა სრულად პროკურატურის და პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის პოზიციები და ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. ახლა გავესაუბრებით პოლიტპატიმრების დედებს. დავიწყოთ პირველ რიგში გიორგი ჩიკვაიძის დედით. მოგესალმებით. თქვენი შვილი არის ერთ-ერთი პოლიტპატიმარი. დღეს კიდევ ერთ პოლიტპატიმარს მიუსაჯეს 8 წელი და 6 თვე. როგორ შეაფასებდით და რა არის ეს განაჩენი თქვენ? შეფასება ჩემი არის ერთმნიშვნელოვანი. 2 სექტემბერია სიბოროტით დაიწყო ოცნებამ თავისი დღე, ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს სიბოროტე. აქ მეორე აზრი არ არის. ერთიანი სამოქალაქო ფრონტი ეს მთავრობა, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველა ქუჩაში და ყველაფერი კარგად იქნება. დამხობა რეჟიმს. თორნიკე გოშაძის დედასაც გავესაუბრებით, უცებ მოგესალმებით. თქვენთვის როგორც ერთი პოლიტპატიმრის დედისთვის, რას ნიშნავს, როდესაც სხვა პოლიტპატიმრებს მრავალი წლით ციხეში უშვებენ მოსამართლეები და არის თუ არა ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე დღეს დავინახეთ, რომ ანტონ ჩეჩინს მიუსაჯეს 8 წელი და 6 თვე, მაგრამ ეს არ არის, ამით არ ვნებდებით ჩვენ, როგორც მე ვიბრძოლებ ჩემი შვილისთვის, თორნიკე გოშაძისთვის, ისე ვიბრძოლებ ყველა პატიმრისთვის და მათ შორის ანტონ ჩეჩინისთვის. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რუსია ის თუ აზერბაიჯანელი. ჩვენ ვებრძვით დღეს მარიონეტ ხელისუფლებას, რომელიც მარტო ფულის გულისთვის მუშაობენ. საინტერესოა ჯვებე ნაჭყებიას რამდენ ხანს ეყოფა ის თანხა, რაც გადაუხადეს, რომ ანტონ ჩეჩინისთვის მიესაჯათ ეს წლები. ამიტომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და კიდევ უფრო გაბრაზებულები შევართ ამ პროცესში. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით თორნიკე გოშაძის დედას, ქალბატონ მარიზის. როგორც უკვე გითხარით, ანტონ ჩეჩინის საქმეზე რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება 8 წელი და 6 თვე. ეს არის ვერდიქტი, რომელიც მოსამართლემ გამოუტანა აქტივისტს, რომელიც იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და აქ უკვე ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე რამდენიმე წუთში დაიწყება 8 პირის სასამართლო პროცესი და მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის ვერდიქტს ელოდება ახლა 8 სინდისის პატიმარი.